ეგრეთ წოდებული ამერიკული კანონის, ანუ ფარას ამოქმედებამდე ზუსტად 10 დღე რჩება ბრაჟდენ კუპრაშვილმა კი პირველი საინფორმაციო შეხვედრა გამართა დახურულ კარს მიღმა, ისე რომ არ მოიწვია არც ერთი ორგანიზაცია, რომელსაც ეხება ფარას კანონი, აქ არ იმყოფებიან არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არც სამოქალაქო საზოგადოება, არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვის წინააღმდეგაც ივანიშვილის რეჟიმი აპირებს, რომ ეს კანონი ამოქმედოს. სრულად არის ეს პრეზენტაცია, რომელსაც ანტიკორუფციული სამსახური მართავს დახურული და შესაბამისად არ ვიცით, ასე ვთქვათ, რა ტიპის მონიტორინგს ახდენს რაჟდენ კუპრაშვილი იმისთვის, რომ ფარას კანონი ამოქმედდეს კონკრეტული იურიდიული პირების თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ. რაჟდენ კუპრაშვილს დღეს ძალიან გაუჭირდა აგენტის განმარტების ახსნა, მიუხედავად იმისა, რომ მის უწყებას დაევალა აღნიშნული ფარას კანონის ამოქმედების და აღსრულების მონიტორინგი. კუპრაშვილს უჭირს ახსნას, ვინ არის აგენტი რეალურად და ცდილობს, რომ ეს რეპრესიული კანონი, ამერიკული კანონი, რომელიც ქართულ რეალობაში გადმოიტანეს და რომელიც უფრო მეტად რეპრესიულია, ვიდრე გამჭვირვალობას გულისხმობს, უჭირს ახსნას და ამბობს, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, კეთილი მიზნებით ცდილობს, ასე ვთქვათ, რაჟდენ კუპრაშვილმა ეს კანონი შეფუთოს, თუმცა ვერ ამბობს, ვინ არიან აგენტები და რას ემსახურება რეალურად აღნიშნული კანონი. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ახლა წარმოაჩინოს თითქოს ეს კანონი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას, თუმცა სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ამერიკული ფარას გადმოტანა ქართულ რეალობაში არის რეპრესიები და ეს ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების და მათ შორის მედიის ფუნქციონირებას საქართველოში. ქართული ოცნება იძულებული გახდა, რომ ამერიკული კანონი გადმოიტანა საქართველოში და ახლა ამტკიცებენ იმას, რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის აღსრულება ვერ შეძლო საქართველოში, ვერ განმარტავენ ვერც იმას, რატომ ვერ აღსრულდა ეს კანონი და ვერც იმას ამბობენ, რატომ არ გამოიყენეს მძიმე მექანიზმები იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაგალითად ჯარიმები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ აღნიშნული უცხოური გავლენის აგენტის კანონის ამოქმედების შემდეგ. ახლა ქართული ოცნება ცდილობს წარმოაჩინოს თავიდან ბოლომდე, რომ ეს კანონი არ ემსახურება რეპრესიებს, თუმცა ასე არ ფიქრობს, როგორც ქვეყნის შიგნით სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ფარას კანონი პირიქით, როგორც აღნიშნე, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და არანაირად არ არის ეს კავშირში რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან. ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირებს. ერთი არის, რომ უცხოეთთან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად ის პოლიტიკური საქმიანობა, რასაც კანონს აქვს განსაზღვრული. აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით ეს კიდევ უფრო მეტად გააჩანსახებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც ესე ვთქვათ, დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ვინ არის აგენტი? აგენტის განმარტება გვინდა რომ განმარტება არის კანონში მითითებული, აგენტი ჩაითვლება. ჩვენ კანონს რატომ მეჩხუბებით? კარგი დღე არის, დილა არის, გაიგებინე. განგვიმარტეთ, ვინ არის აგენტი? კარგით. ხვალ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შეხვედრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩვენ მოგვიწია რამოდენიმე დღის დამატება სამუშაო შეხვედრების და თქვენ შეგიძლიათ და თქვენს ტელევიზიას მოგბრძანდეთ და კვალიფიციურად აი ზუსტად იქ. ეხლა ვართ ბატონო რაჟდენ აქ და გვაინტერესებს თქვენგან ვინ არის აგენტი? თქვენ ხომ ხელმძღვანელობთ ფარას კანონის აღსრულებას. სულ რაღაც ორი სიტყვით შეგიძლიათ გითხრათ ბატონო რაჟდენ ვინ არის აგენტი? კითხვები გვაქვს. ვინ არის აგენტი? არ ფიქრობთ რომ ყოველს აგენტად გამოცხადება დისკრედიტაცია ბატონო რაჟდენ? დისკრედიტაცია რა არის? დისკრედიტაცია სამოქალაქო საზოგადოების მედიის მარტივ კითხვას გისვამთ ბატონო რაჟდენ. ვინ ითვლება აგენტად აღნიშნული კანონის მიხედვით? აგენტების კანონის შემოტანის დროს ივანიშვილის პრემიერი ამტკიცებდა, რომ ფარა იყო გაცილებით უხეში და არ შეესაბამებოდა ქართულ რეალობას, არ იცავდა ადამიანის უფლებებს, თუმცა დღეს ქართულმა ოცნებამ ზუსტად მათი მტკიცებით გადმოიტანა უხეში კანონის სიტყვასიტყვით გადმოწერა ამერიკული კანონი და ასე ვთქვათ მოარგო ქართულ რეალობას. ამ კანონის მიხედვით აგენტად ითვლება ყველა სამოქალაქო საზოგადოება, მედია ორგანიზაციები და შესაბამისად ეს კანონი
კანონი უფრო მეტად რეპრესიულია, ვიდრე ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობას. ემსახურება ივანიშვილის პრემიერი ახლაც იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის და კანონის დახვეწა მოხდება პარლამენტში, თუმცა ფაქტია, რომ კანონი უნდა ამოქმედდეს ზუსტად 10 დღეში და არის ზუსტად ის ვერსია, რომელიც ამერიკულიდან გადმოაკოპირა ქართულმა ოცნებამ. რაჟდენ კუპრაშვილი კი, რომელსაც ანტიკორუფციული სამსახური კი, რომელსაც ევალება, ასე ვთქვათ, აღნიშნული კანონპროექტის აღსრულების მონიტორინგი, თავადაც კი ვერ ამბობს, უჭერს იმის სახსნა, რატომ არის ეს კანონი ცუდი ან კარგი, მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს შეფუთოს იმით, რომ კეთილი მიზნებით ცდილობს ქართული ოცნება ამოქმედოს ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ.